დედამიწის ატმოსფეროში ახლახან შემოსულმა კოსმოსურმა სხივმა ასტროფიზიკოსები უბრალოდ გააუგნა. ცისკნა ნაწილაკი 246 ელექტრონ ვოლტ ენერგიას ატარებდა. ამ დრომდე ყველაზე მძლავრი ასეთი სხივი 1991 წელს არის დაფიქსირებული. ის 326 ელექტრონ ვოლტ ენერგიას ატარებდა და ღმერთო ჩემო ნაწილაკი Oh my God particle უწოდეს. თუმცა არის ერთი პრობლემა. ღმერთო ჩემო ნაწილაკის მსგავსად მეცნიერებმა ვერც ამჯერად მიაგნეს მის აშკარა წყაროს. ნაწილაკები იმდენად ძლიერია, რომ მათზე არ უნდა მოქმედებდეს galaktikuri და გარეგალაქტიკური მაგნიტური ველები. უნდა შეგეძლოს იმის დადგენა, ცის რა ნაწილიდან არის მოსული. თუმცა, ღმერთო ჩემო ნაწილაკისა და ამ ახალი ნაწილაკის შემთხვევაში ტრაექტორიას წყარომდე მიხვები და აღმოაჩენ, რომ იქ არაფერია, საკმარისად მაღალი ენერგიის მქონე, რასაც მისი წარმოქმნა შეეძლო. მთელი საიდუმლოც ამაშია, რა ხდება? ამბობს აღმოჩენის ავტორი, იუტის უნივერსიტეტის ფიზიკოსი და კოლაბორაცია ტელესკოპ არაის წევრი ჯონ მეთიუსი. თხრობისას ღმერთო ჩემო ნაწილაკი ვახსენე, რომელიც ამ ახალი სხივის წინამორბედია. ეს არის ულტრა მაღალი კოსმოსური გამოსხივების მქონე სხივი, რომელიც 1991 წლის 15 ოქტომბერს ფრინავი თვალის კამერით დააფიქსირეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზუსტად ვერც ვერავინ მოახდინა მისი შესწავლა, თუ რა ნაწილაკს უნდა გამოეწვია ასეთი მასშტაბის ნათება, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამხელა ნათების გამსაზღვრელი ერთ-ერთი ელემენტი პროტონი უნდა ყოფილიყო. კოსმოსური სხივები ნამდვილად კოსმოსური თავსატეხია. მეცნიერები მათ უკვე საუკუნეზე მეტი აფიქსირებენ, მაგრამ ჯერ კიდევ დასუსტებით არ ვიცით იმ სხვადასხვა გზის შესახებ, რომლითაც ისინი სამყაროში ვრცელდებიან. სინამდვილეში ისინი რადიაცია არ არის, როგორიც მაგალითად სინათლეა. ისინი ნაწილაკებია, ძირითადად ატომის ბირთვები, მაგრამ ამავე დროს სუბატომური ნაწილაკებიც, მაგალითად პროტონები და ელექტრონები. სამყაროში თითქმის სინათლის სიჩქარით ვრცელდებიან და იმაზე მეტი ენერგია აქვთ, ვიდრე უნდა ჰქონდეთ. მეცნიერთა აზრით ისინი ენერგიულ გარემო პირობებშია წარმოქმნილი, მაგალითად სუპერნოვებში ან ვარსკვლავთა შეჯახებებში. უფრო დაბალ ენერგიული წყაროები, თუნდაც ვარსკვლავები, დაბალ ენერგიულ კოსმოსურ სხივებს წარმოქმნის, მაგრამ უფრო მძლავრების პოვნა ცოტა რთული საქმეა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში. ნახე ეს ვიდეო სრულად და უყურე ახალ რელიზებს. დაგვიჭირე მხარი.